მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში მინდა გკითხოთ აი ვისაუბრე კიდეც მისალმებაში რა სურათია დღეს ასე ვთქვათ თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციაში და თქვენი პარტია ასე ვთქვათ გარიყულია როგორც იმ პარტიებისგან ვინც არ იღებს მონაწილეობას მათგანაც ვინც იღებს ამაზე არაერთხელ თქვენს ლიდერსაც და თქვენს გისაუბრიათ ამ ეთერში რა არის ამის მიზეზი რას ფიქრობთ იმიტომ რომ თქვენი ყავით პარტია და ხართ რომელიც გამუდმებით საუბრობთ დიალოგის აუცილებლობაზე ოპოზიციის ერთად დასხდომის აუცილებლობაზე და ახლაც კი როდესაც არჩევნების და საარჩევნო სუბიექტები ყალიბდება თქვენ ჯერჯერობით ისევ ცალკე თამაშობთ პოლიტიკაში ასე ვთქვათ მოგესალმებით ნინო მივესალმებ მაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის და ვერ დაგეთანხმებით რომ გარიყული ვართ გარიყული კი არა უხერხულია ამ ხალხთან ერთად ყოფნა უბრალოდ უხერხულია ამ 4-5-95 რაღაც კოალიციაც თუ გაერთიანება თუ რაღაც ეძახიან საკუთარ თავს ამათთან ერთად ყოფნა იმიტომ რომ აი ეს პარტიები რაღაცნაირად სულ რაღაც არაადეკვატურობას ავლენენ თვეების მანძილზე თუ მეტი არა და ამიტომ ხა გასაგებია ჩვენ ზოგადად ყოველთვის გვაქვს იმედია ქრისტიანი ხალხი ვარ და ჩვენ მიუტიოთ ადამიანებს რაც ვაპატიოთ, გავუგოთ, დაველაპარაკოთ, შეიძლება ბოლოს და ბოლოს ადამიანმა დაინახოს შეცდომა და გამოსწორდეს, მაგრამ მეორე მხრივ ხა ჩვენც ხა უსასრულოდ მათ სულს გადაჭედაზე ხარ ვიმუშავებთ, ამიტომ ჩვენ არაერთი მცდელობა გვქონდა რომ რაღაც დისკუსია შემდგარიყო, მაგრამ პრინციპის დონეზე ადამიანებს პოლიტიკოსებს რომელიც თავარი ფუნქცია ლაპარაკი არა აქვს უნარი ლაპარაკონ. აი ირაკლიზის თქვენთან სტუდიაში და წარმოგიდგენთ ლელომ განაცხადა რომ დისკუსია უნდა გაიმართოს ადგილობრივი არჩევნების ირგვლივ. მშვენიერი ინიციატივა, ოღონდ მათივე ტელევიზიებში რომელსაც თვითონ აკონტროლებენ, არანაირი დისკუსია არ გამართულა ამის თავობაზე და დაბლოკილია პროექტი დისკუსია, რაც კლოუნადაა მოწყობილი სიამდვილეში და ანუ თქვენ გულისხმობთ საჯარო დისკუსიას, ბატონო სანდრო და არა მაგალითად პარტიებს შორის შეხვედრას, რაღაც თემებზე მოლაპარაკებას არჩევნების წინ, ანუ თქვენ გიდათ რომ საჯარო სივრცე გაიხსნას და იქ დასხდნენ ეს პოლიტიკური პარტიები ამას გულისხმობთ. საჯარო პროფესია, დისკუსია ბუნებრივად საჯარო უნდა იყოს. დახურულ კარს მიღმა რა შედეგი მიაღწიეს ამ პარტიებმა, როცა ხან სალომე ზურაბიშვილთან ლაპარაკობდნენ, ხან ერთმანეთში შვენივრად ჩანს ისედაც. არ გამოძეთ. წარმოგიდგენთ რომ მათ თანაგუნდოს არა პარტნიორს, ან ყოველ პარტნიორს შიმშილობის გამოცხადება დასჭირდა რომ ლაპარაკი დაიწყო და მაინც არ გამოვიდათ. ანუ აქამდე მივიდა ეს სიტუაცია და მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ლელოს პოზიცია მაგალითად იმაზე რომ ადგილობრივი არჩევნების თემა შემოგდებულია ქოცების მიმართ ამაზე დრო ლაპარაკის დრო არის და ეს ხდებოდა სულ თვენახევრის წინ. როგორც ნაციონალურ მოძრაობის პოზიცია რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება და ამიტომ არაფერი არ უნდა ვაკეთოთ, ჯარიმები ავიკიდოთ და გვიხარობდეს რომ როგორც პატა ბურჭულაძემ თქვა 34 ჯარიმა აქვს თურმე და თურმე ამით ასუსტებენ რეჟიმს. აი ეს ყველაფერი მეგონია პრინციპის დონეზე მცდარი და თუ და მთელი ამბავი პრობლემა იმაშია რომ გარიყული კი არა ჩვენ უბრალოდ გვეშინი ამ ხალხთან დაახლოება იმ გაგებით რომ ამ ხალხს ლაპარაკი არ შეუძლიათ ვერ ბედავენ დისკუსიას მარტო ხო მაგრამ სანდრო მაინც მინდა გითხოთ როდესაც არჩევნები მოდის იმ პარტიებზე ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს აი თუნდაც წინა საარჩევნო კამპანიაზე არ ვიცი რაღაც დამკვირვებლების თემაზეა ხოლმე მსჯელობა ვისად ვინ ეყენება რაღაც ხმების დაცვაზე საუბრობთ ხოლმე ოპოზიცია ანუ არის ბევრი თემა რაზეც აი ამ წინა საარჩევნო კამპანიის დროს მაინც თუ განიხილავთ თქვენი მხრიდან ან შეთავაზებას ან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დასხდომას არ გულისხმობ საჯარო სივრცეს გულისხმობ კამპანიაზე და წინა საარჩევნო პერიოდზე რაღაც მოლაპარაკებას თუნდაც პარტიებს შორის თუ დარჩება ასე ცალკე გირჩი პირველ რიგში ზოგადად ეხლა რაც ხდება არის ყველაზე ცუდი სცენარი ოპოზიციისთვის. აი ესეთი რაღაც გაყოფილი ოპოზიცია ვიღაცა ამბობს რომ მონაწილეობა უნდა მივიღოთ ეძახის მეორეს მოღალატეებს, მეორე ეძახის არა მივიღოთ და არა თქვენ ხართ მოღალატეები, ჩხუბი, შიმშილობა, კლოუნა და ეს არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ოპოზიციაში ხდებოდეს და ჩვენ ვამოდით რომ ყველაფერი გავაკეთოთ ეს და ავირიდოთ თავიდან. თუ ბოიკოტია, ბოიკოტი იყოს, თუ უკეთესია რომ ერთად არჩევნებზე გავიდეთ და დიდი ქალაქები მოვიგოთ, მაგრამ უბრალოდ არასერიოზულია ხა იმის მტკიცება რომ ლელო რადგან მიიღო გაწყვეტილება არჩევნებში მიიღოს, ამიტომ თბილის მოიგებს. ანუ დანარჩენი ოპოზიცია ხა რაც უნდა წარმოდგენა გქონდეს გვარამიაზე ან ნაცმოძრაობაზე, იმათაც თავისი ამორჩეული ყავს თბილისში. და ამ ამორჩევის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ არჩევნების მოგება. და საბოლოო ჯამში რაღაცნაირი ერთიანობაა საჭირო და ჩვენ უკვე დიდი ხანია მივხვდით რომ არანაირი შანსი არ არის, იმიტომ რომ ერთიანობა რომ თუ მართლა მოგება გინდა სხვა პარტიებიც მიხვდნენ ამას, იმიტომ რომ არ შედგა ეს ერთიანობა და უკვე ცალ-ცალკე გადაწყვეტილებების მიღებაზეა გადასული პარტიები.
ნაციონალურობის ამორჩევის თვალით შეხედეთ ამას. ეხლა ნაციონალურობა რო გამოვიდეს თქვა რომ არჩევნებში ვიღებ მონაწილეობასო, აი ხო თვალ რაღაც ტრაგიკომიკური სიტუაცია შეექნება ქვეყანაში და მე ამჯერად რომ ეს უკვე შესაძლებელია. მე მგონი დიდი ხანია რაც გავიარეთ ის წერტილი, როცა შეიძლებოდა მართლა რაღაც ტიპის სერიოზული კოორდინაცია შეგვექნა, რომელიც ქართულ ოცნებას საფრთხეს შეუქმნიდა. და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თავარი ამოცანა ჩვენ პარტია გირჩი გავძლიერდეთ, რომ ჩვენ ყავდეს მეტი მხარდამჭერი. ეს მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონში გაძლიერდნენ, რომ თავის წარმომადგენლები ყავდათ საკრებულოებში. ეს არის ჩვენ ძალიან ვიწრო პარტიული მიზანი გაქვს, იმიტომ რომ ვერ ხედავთ რომ რამე შანსი არსებობს ოპოზიციაში რამე გამოვიდეს. ქართულ ოცნებას აწყვეტილი აქვს საერთოდ ისეთ რაღაც რეგულაციებს და კანონებს იღებს, რომ არანაირი კონტროლი არ აქვს და როგორ შეიძლება ეხლა ამ ოპოზიციის დამსახურებაა რომ აქამდე მივიდა, იმიტომ რომ ქართულ ხალხმა მათ მისცა მანდატი ქართული ოცნების შეჩერების, ან მინიმუმ კრიტიკის და ამათ აირჩიეს რომ ქუჩაში ვიბოდიალებთ აქეთ-იქეთო და ჯარიმებს ავიკიდებთ, ჯარიმებს გავასაჩერებთ და სისტემას დავღლეთ და ქართული ოცნება ჩამოინგრევაო და კი არიან სადაც არიან. და საბოლოო ჯამში ჩვენ დავინახეთ რომ ამათ არ გააჩნიათ უნარი საუბრის, არ გააჩნიათ გამბედაობა თავისი პოზიცია დებატებში დაიცვან, იმიტომ რომ არ იქნება დებატი. ირაკლი არ დათანხმდება რომ ჩვენთან ტელევიზიაში მოვიდეს ან თავის ტელეპილში დაპატიჟოს დებატებზე ან ნებისმიერ სხვა სივრცეში. შეთავაზეთ მას პატნოსად და თუნდაც თქვენს რაღაც მედია სივრცეში, სადაც გაქვთ თქვენ. კი ბატონო, ჩვენ სოციალურ მედიაში მარტო მე მგონი არ გვაგინებს იმდენჯერ ვაწუხებთ ხოლმე რომ იქნებ ვინმე გამოგზავნოთ ერთი ადამიანი მაინც, მაგრამ არა და არავინ არ მოდის ხოლმე, მაგრამ ჩვენ იქეთაც მივალთ სიამოვნებით, ჩვენ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია საჯარო დისკუსია იყოს, მაგრამ ვერ ბედავენ დისკუსიას და ამ სიტუაციაში აზრი არ აქვს, რომ ეხლა იმაზე ველაპარაკოთ, რა კოორდინაცია შეიძლება ლელოსთან ან გახარიასთან შედგეს. მე ამ ხალხის არ მჯერა, იმიტომ რომ არ მელაპარაკებიან. არ მაქვს ნდობა, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 თვის წინ ამბობდნენ, რომ არჩევნებზე ლაპარაკი შემოგდებული თემაა და არ შეიძლება და ასე შემდეგ და როგორ უნდა გითხრათ, რომ მე რაღაც ტიპის თანამშრომლობა მექნება, მაგრამ როგორც ადრე გითხარით, ამდენი წუთის წინ გითხარით, მე ზოგადად ეხლა მჯერა რომ ადამიანს შეიძლება გაიაზროს თავის შეცდომა და გამოსწორდეს. უბრალოდ ეხლა გულწრფელი რომ იყო ამჯერად რომ ეს რეალისტური. ბატონო სანდრო, 2 დღის წინ ჩვენ ეთერში თქვენ საუბრობდით, რომ რაღაც შანსი უკვე ოპოზიციამ გაუშვა ხელიდან, ახლა უკვე აღარ გაქვთ იმედი, რომ რაღაც გამარჯვება შეძლოს რომ მოიპოვოს. 2 დღის წინ ჩვენ ეთერში იაგო ხვიჩია იყო და თქვა, რომ რეალურად პარტიები ოპოზიციაში პირველობისთვის იბრძვიანო. ანუ თქვენც ასე თვლით, ანუ რეალურად ოპოზიცია ახლა იბრძვის გამარჯვებისთვის, ანუ ხელისუფლების დასამარცხებლად თვითმმართველობის არჩევნებში ან რამდენიმე ქალაქში, თუ ისევ იმაზე რომ ვთქვათ, ვინმე ხმას დააგროვებს, რომ ვინ გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია ამ არჩევნების მაგრამ თან თუ ყველამ არ მიიღო მონაწილეობა, ეს როგორ ხდება? ჩვენ ზოგადად მე მჯერა რომ მაგალითად ლელო იქნება თუ გვარამია როგორც წინა არჩევნების დროს თავარი მათი მიზანი არის არა ქართული ოცნების დამარცხება, არამედ ოპოზიციაში წამყვანი ძალა იყოს. მარტო ამით შეიძლება აიხსნას მათი ქცევა და ყველა სხვა ახსნა კიდევ უარესი იქნება მათთვის, მაგრამ ჩვენთვის ახლა კონკრეტული მიზანი არ გვაქვს მეორე პარტია ვიყოთ. ჩვენ ზოგადად უფრო გრძელვადიან თამაშს უყურებთ. ჩვენ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიმზადებით, ამიტომ დიდ ინვესტიციას ვაკეთებთ მათ შორის იმაში, რომ ჩვენი მხარდამჭერები უფრო რაღაც გაერთიანებული იყოს და კოორდინირებული იყოს და უფრო ერთად დავიცვათ ჩვენი ინტერესები. და ამიტომ ჩვენ ადგილობრივი არჩევნები ვიჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ მხარდამჭერებს უფრო მეტი ბერკეტი მივცეთ მათ შორის თავიანთი პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ ამავდროულად გაერთიანებაში და ჩვენთან, ასე ვთქვათ, სინქრონში მუშაობაში. და ამიტომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებს ვუყურებთ ჩვენი პარტიის გაძლიერების ინსტრუმენტს და არა ის, რომ მაინც ვიღაცას ვაჯობოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხი თუ მოვა არჩევნებზე და არჩევნების გაკეთების წინ დაფიქრდება, არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ხარი დაუჭიროს ან ქართულ ოცნებას, ან რომელიღაც ამ 4-5-25 პარტიას და ამიტომ ჩვენ ზოგადად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს ამ სიტუაციაში. თუმცა ისიც მესმის, რომ ბევრი ამორჩეველი სამწუხაროდ არ ფიქრობს ხოლმე არჩევნების წინ და რაღაც ემოციურად იღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ ყველა ამორჩეველი ვის კრიტიკულად აზროვნებს და დაფიქრდება არჩევნების წინ, მე მგონი ძალიან ასეთი ცხადი კონტრასტია ჩვენსა და არჩევნ პარტიებს შორის და შეუძლებელია ამის არ დანახვა. და ბოლოს გეყოლებათ თუ არა კანდიდატი, ფიქრობთ თუ არა ამაზე, იგივე თბილისში ან სხვა ქალაქებში და თუ ატარებთ რაიმე ტიპის კვლევებს სოციოლოგიურს, იმიტომ რომ ყველა საუბრობს ხოლმე თავის მიერ ამ პარტიის მიერ დაკვეთილ კვლევებზე და ამ ხრივ რა სურათი გაქვთ გირჩს? ეს არის ბოლო კითხვა და უნდა დაგეფიქროთ. რადგან მკითხეთ, ჩვენ ბუნებრივია არ გვაგვაშნია რესურსი რო კვლევები ჩავატაროთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი პარტია ვარ საერთოდ ქვეყანაში, რომელიც ფინანსდება ჩვენი მხარდამჭერების მიერ და არა რაღაც სხვილი ბიზნესმენის თუ მთავრობის მიერ. მაგრამ აი თუნდაც კვლევები რო ავიღოთ, თუ დააკვირდებით, კვლევებს ყავს ხოლმე რაღაც კონკრეტული დამკვეთი და არასდროს არ არის ხოლმე საჯარო როგორ ჩატარდა ის, რა კრიტერიუმები იყო გამოყენებული, რა იყო ნედლი მონაცემები და ასე შემდეგ. არა და მართლა რო პარტია სურდეს, მაგალითად თუნდაც ლელოს, რომ რაღაც ტიპის
პოზიცია იყოს გამყარებული კვლევით. მან ხომ ერთად უნდა გაერთიანოს პარტიები და ერთად დაუკვეთოს რომელიღაც სოციალურ რაღაც ორგანიზაციას, რომ ეს კვლევა ჩატარდეს. ერთად დაინახოს ნედლი მონაცემები, დაინახოს როგორ მუშაობდა ხალხი ველზე და ასე შემდეგ. მაშინ ამ კვლევას ხომ სანდოობა ექნება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ კვლევები არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. ამიტომ არავის არ ჯერა. ყველას ესმის რომ ვინც ფული გადაიხადა, იმას ისწრები რიცხვები დაუწრეს, რაც სურდა. ამიტომ მე ზოგადად არც ერთ კვლევას არ ვენდობი, შეიძლება რაღაც მეტად ნაკლებად ზუსტი აღმოჩნდეს შედეგები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ყველა გაყალბებულია ამა თუ იმ ფორმით. ამიტომ მე ზოგადად კვლევებს არ ვატარებ, თუმცა რესურსი არ გაგვაჩნია და არ ვენდობი იმას, რასაც სხვა პარტიები აკეთებენ. მაგრამ ჩვენ ბევრი სხვა ირიბი, ასე ვთქვათ, კრიტერიუმები გვაქვს, ჩვენი დაფინანსება იქნება, აქტივობა სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ და ამ ყველა კრიტერიუმი ჩვენ ძალიან წინ ვარ წინა წელთან შედარებით. და აქედან გამომდინარე, ზოგადად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, მაგრამ კანდიდატის მერობის კანდიდატის საკითხი ძალიან ისევ და ისევ რესურსებთან ძალიან კაშუშია და ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს, მაგრამ ასევე დამოკიდებულია პოლიტიკურ ლანდშაფტზე. და ამიტომ მე არ გამოვიწყდა რომ ჩვენ კანდიდატი ვყავდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ამუშავოთ, ჩვენი პრიორიტეტი არის საკრებულოები. საკრებულოებისში მეტი ადამიანის გაყვანა არის თავარი ამოცანა, მაგრამ თუ დავინახეთ რომ მერობის კანდიდატი თბილისში თუ სხვა ქალაქში ჩვენ დაგვეხმარება რომ უფრო კარგი შედეგი გქონდეს, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მადლობა დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.